თუ თქვენი ტვინიც გიხატავთ ყველაზე კატასტროფულ სცენარებს და მოვლენათა განვითარების ყველაზე საშინელ ვარიანტებს, ეს ვიდეო თქვენთვისაა. რატომ აკეთებს ის ამას? შფოთვარე ადამიანებს აქვთ ასეთი მექანიზმი, რომელსაც ქვია დამცავი რეპეტიცია. გონება თითქოს კატასტროფისთვის ემზადება და წინასწარ რეპეტიციებს. აი ამ კინოთი თავში გონება ცდილობს დაიკმაყოფილოს კონტროლის და განსაზღვრულობის გაძლიერებული მოთხოვნილება. ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ აი ეს რეპეტიცია აძლევთ უსიამოვნებასთან მზაობის შეგრძნებას. ანუ მე თუ ამას წარმოვიდგენ, ეს არ მომცემს მოდუნების საშუალებას და თუ მოხდება მართლა ეს ცუდი, ვიქნები მზად და გავუმკლავდები, მაგრამ დაფიქრდით. ნამდვილად გეხმარებათ ეს? თუ პირიქით, აი ასეთ აზრებში გაჭედვით, თქვენი შფოთი სულ უფრო იზრდება და ძლიერდება შესაბამისად დაძაბულობა სხეულში და მისგან გამომდინარე სხვა შედეგები. მაშინაც კი, თუ ეს უსიამოვნება მაინც მოხდება, იმ მომენტში გაიცადეთ ეს. იმ ერთხელ, როცა უშუალოდ დადგება ეს მომენტი და არა 100,000 ჯერ წინასწარ წარმოსახვაში. ცხოვრებაში ბევრი გაურკვევლობაა და ჩვენ არ შეგვიძლია მათი კონტროლი. და კი, ეს იწვევს ფრუსტრირებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ჩვენი სამყაროს აღქმაზე, რომ გვქონდეს საყრდენი საკუთარ თავში და ნაკლებად ვიშფოთოთ. აღწერაში კი დაგიტოვებ ტექნიკას, რომელიც შეგიძლია გამოიყენო შფოთვარე აზრებში გაჭედვისას. შეინახე ეს ვიდეო, რომ არ დაკარგო სავარჯიშოდ და გადაუგზავნე მას, ვისთვისაც ეს ასევე იქნება სარგებლის მომტანი.